საშიშროება, რომელიც რუსეთისგან მოდის, ომის დასრულებით არ დასრულდება. თვლიან ნატოში და სამხედრო წარმოების ზრდაზე ორიენტირდებიან. რუმინეთში ჩასულმა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის თვალით დანახული რუსეთი უსაფრთხოების კონფერენციაზე დაახასიათა და აღნიშნა, რომ კონტინენტის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე გულუბრყვილობის სივრცე აღარ რჩება. საფრთხე, რომელსაც ვაწყდებით, რეალური და ხანგრძლივია. რუსეთის არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ ამის ნათელი მაგალითია. საშიშროება, რომელიც რუსეთისგან მოდის, ომის დასრულებით არ დასრულდება. ახლო მომავალში რუსეთი დარჩება მადესტაბილიზირებელ ძალად ევროპასა და მსოფლიოში და ამაში ისინი მარტონი არ არიან. მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრაში ის მუშაობს ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, ირანთან და სხვებთან ერთად. მათ გააძლიერეს თავდაცვით ინდუსტრიული თანამშრომლობა უპრეცედენტო დონემდე და ემზადებიან გრძელვადიანი კონფრონტაციისთვის. გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით, მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ უკვე გავზარდეთ შეიარაღების წარმოება. მანამდე რუსეთი იმაზე მეტს აწარმოებდა, ვიდრე ნატოს ქვეყნები ერთად. მაგრამ ასე აღარაა. ალიანსის ფარგლებში ათობით ახალი საწარმო იხსნება, ფართოვდება უკვე არსებულები. იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე 10 წლეულების მანძილზე. ამ პროგრესს მეტი უნდა დავაშენოთ. სხვა მიმართულებებითაც იქნება ეს საჰაერო თავდაცვა, თუ შედარებით დაბალ ბიუჯეტიანი დრონ-საწინააღმდეგო სისტემები. რაოდენობა აქ საკვანძო ფაქტორია. Tema ediției actuale ნატოს ხელახალი ჩამოყალიბება, ინოვაცია, ტემპების აჩქარება თუ მხარდაჭერის ზრდა აქტუალური ბოლოდროინდელმა კონტექსტმა აქცია. სამწუხაროდ, სწორედ ეს გვიბიძგებს ჩვენ სულ უფრო მეტი ვისაუბროთ შეიარაღებაზე. ყველა საფრთხე და გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ, უკრაინის ომით დაწყებული, კიბერმუქარითა და ჰიბრიდული ომით დასრულებული, გვახსენებს, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება არასდროსაა გარანტია. სწორედ ამიტომ შეიარაღება არა არჩევანი, არამედ აუცილებლობაა. ეს ნატოს, რუმინეთის ან სხვა წევრი სახელმწიფოს არჩევანს არ წარმოადგენს, არამედ ეს არის საჭიროება. რუმინეთის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და ბულგარეთის მსგავსად აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების ფონზე ნატომ დამატებითი ძალები განალაგა. ევროპული ქალაქების თავზე არაიდენტიფიცირებული დრონების გამოჩენამ გადაწყვეტილების ისტორია დაადასტურა, თუმცა დაადასტურა ისიც, რომ ევროპელებმა 360 გრადუსით უნდა იფიქრონ და მეტი დრო დაუთმონ დრონ-საწინააღმდეგო სისტემებს. საფრთხე არსად წასულა. დანიის, გერმანიისა და ბელგიის სამხედრო ბაზებზე არაიდენტიფიცირებული დრონები დღეს ისევ გამოჩნდა. ბრიუსელში საგანგებოს ხდომა სწორედ ამ მიზეზით მოიწვიეს. ამას წინ დედაქალაქის აეროპორტში გაუქმებული ათობით ფრენა უძღოდა. ბელგიის მთავრობის ინფორმაციით, არაიდენტიფიცირებული დრონები იმ სამხედრო ბაზებთანაც გამოჩნდნენ, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული შეიარაღებაა განთავსებული. ვფიქრობ, მეტი დრონ-საწინააღმდეგო შესაძლებლობა გვესაჭიროება. ამ მხრივ მაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მაგიდაზე წარმოადგენ მინისტრთა საბჭოზე. ჩვენ კარგი მეზობლები გვყავს ნატოს მოკავშირეები და ისინი გვეხმარებიან. რაც კარგი ამბავია. რაც შეეხება კითხვას დგას თუ არა ამის უკან რუსეთი, ესაა შეფასება, რომელზეც ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ. ვიდრე ბელგიელი გამომძიებლები დრონების წარმომავლობას სწავლობენ, ბირთვული იარაღის გამოცდის შესაძლებლობების შესწავლას იწყებს რუსეთი. მას შემდეგ, რაც ბურევესნიკისა და პოსეიდონის პასუხად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უახლოეს მომავალში ბირთვული იარაღის გამოცდის შესახებ დააანონსა, იგივე განკარგულება გასცა კრემლმაც. უშიშროების საბჭოს ხდომაზე ვლადიმერ პუტინმა შესაბამისი მითითებები გასცა. ჩვენი ბირთვული პოტენციალი მზადყოფნაში უნდა გქონდეს, რათა ნებისმიერ პირობებში მოვახერხოთ მოწინააღმდეგისთვის მზიანის მიყენება. ვაშინგტონის ქმედებების საპასუხოდ შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების გარანტირებისთვის. ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიმაჩნია დაუყოვნებლივ დავიწყოთ სრულმასშტაბიანი ბირთვული გამოცდისთვის მზადება. ნოვაია ზემლიას არქიპელაგზე არსებული ცენტრალური პოლიგონი ამის მოკლე ვადაში განხორციელების საშუალებას გვაძლევს. საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს, სპეციალურ სამსახურებსა და შესაბამის სამოქალაქო უწყებებს ვავალებ გააკეთონ ყველაფერი, რათა ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია მოაგროვონ, ჩაატარონ მისი ანალიზი უსაფრთხოების საბჭოში და წარადგინონ უკვე შეთანხმებული წინადადებები ბირთვული იარაღის გამოცდის შესაძლო სამუშაოების დაწყების შესახებ. თუ ამერიკამ ან რუსეთმა ბირთვული იარაღი მართლაც გამოსცადა, ეს იმ მორატორიუმის დარღვევა იქნება, რომელიც ბოლო 3 ათწლეულია მოქმედებს. 90-იანი წლების შემდეგ ასეთი პრეცედენტი არ მომხდარა.